ივნისის 26. ვლადიმირ პუტინი ემზადება პირადად მიესალმოს ბიზნესის წარმომადგენლებს და მაღალი დონის ხელმძღვანელებს მთელი მსოფლიოდან რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. მაგრამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფი გზაშია, რომ ხელი შეუშალოს ამ ღონისძიებას. სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის მეორე უდიდეს ქალაქში, ღონისძიების გახსნამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. მას შემდეგ, რაც უკრაინასთან 4 წელზე მეტი ხნის გამანადგურებელი ომი მიმდინარეობს. წელს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ისეთი გრანდიოზული არ იქნება, როგორც წინა წლებში, მაგრამ მაინც რჩება მნიშვნელოვან თარიღად რუსეთის კალენდარში. ეს კრემლისთვის შესაძლებლობაა გააძლიეროს ურთიერთობები გლობალურ სამხრეთთან და აჩვენოს მთელ მსოფლიოს თავისი დასუსტებული, მაგრამ ბოლომდე არ გატეხილი ეკონომიკური ძალა. და სტუმრებს პირადად ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიესალმება. თუმცა ვლადიმირ პუტინს ჯერ არ იცის, რომ 26 ღონისძიება ისტორიაში სიმბოლოდ შევა. არა რუსეთის ძალისა და გავლენის დემონსტრირების, არამედ სრული დამცირების სიმბოლოდ. 1000 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ უკრაინის ტერიტორიაზე პილოტები და ოპერატორები ეკრანებს აკვირდებიან, როცა მათი დარტყმის დრონები მიზნებს უახლოვდებიან. მზად არიან ცეცხლი დაატეხონ რუსეთის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და სამხედრო ინფრასტრუქტურულ ობიექტს. პუტინი კი ფიქრობს, რომ სანქტ-პეტერბურგში უსაფრთხოა. ის ფიქრობს, რომ ფრონტის ხაზიდან საკმარისად შორსაა, რათა არ იგრძნოს უკრაინასთან მისი ომის პირდაპირი შედეგები. ის მალე გაიგებს, რამდენად ცდებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის ამ ეტაპზე ვითარება საკმაოდ დრამატულად შეიცვალა. რაც 2022 წელს რუსეთისთვის მარტივი გამარჯვების მოლოდინით დაიწყო, სწრაფად გადაიქცა დამღლელ და გამოფიტვის ომად. კიევი გაცილებით რთული აღმოჩნდა დასამარცხებლად, ვიდრე კრემლს ოდესმე წარმოედგინა. წლების განმავლობაში რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ უცილობლად კარგავდა ინიციატივას. მაშინ, როცა მისი მოწინააღმდეგე, რომელიც სწრაფად განვითარებული ადგილობრივი თავდაც ინდუსტრიითა და დასავლეთის მოკავშირეების უზარმაზარი მხარდაჭერით იყო გამაგრებული, უფრო ძლიერდებოდა. და უკვე 26 წლის მაისში აღმავლობაში უკრაინა იყო და არა რუსეთი. ეს მხოლოდ იმით არ შემოიფარგლებოდა, რომ რუსეთს იმაზე მეტი დანაკარგი მიაყენა, ვიდრე მას შეეძლო გაეძლო. ეს მხოლოდ მოწინააღმდეგის ფრონტის ხაზზე შეტევების შეფერხება და დაკარგული ტერიტორიების ნაწილობრივ დაბრუნება არ იყო. ის ასევე ახორციელებდა სულ უფრო დამანგრეულებელ და წარმატებულ ღრმა დათმობის კამპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სამიზნეებზე. ყოველი გასული კვირის განმავლობაში სულ უფრო მეტ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმ შესახებ, რომ უკრაინა აფეთქებდა და ცეცხლს უკიდებდა მტრის სხვადასხვა ობიექტს, მათ შორის რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, ავიაბაზებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. და ყოველი ახალი თავდასხმის შემდეგ პარანოია იზრდებოდა კრემლში. იმდენად, რომ პუტინი თავის დასამალად მიწისქვეშა ბუნკერებში იმალებოდა, სიცოცხლის შიშით შეპხრობილი და თითქმის გააუქმა თავისი ცნობილი გამარჯვების დღის აღლუმი, მოსკოვის წითელ მოედანზე. საბოლოოდ ეს ღონისძიება მაინც ჩატარდა, თუმცა ბევრად უფრო მოკრძალებულად. ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუმრობით ხელი მოაწერა კალდ დეკრეტს და პუტინს დაპირდა, რომ მის სპეციალურ დღეს დრონებითა და რაკეტებით არ გააფუჭებდა. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ უკრაინა მოდუნდებოდა. სხვაგან მისი ძალები აგრძელებდნენ ინფრასტრუქტურის განადგურებას და ომის ფელი რისხვა რუს მოსახლეობას სახლში მიუტანეს. და პირობას დებდნენ, რომ თავდასხმების სიხშირესა და ინტენსივობას კიდევ უფრო გაზრდიდნენ. სანამ მისაღების სამშვიდობო შეთანხმება ივნისის დასაწყისში არ გაფორმდებოდა, ვლადიმერ პუტინი თავის ყოფილ თავთან შედარებით ჩრდილად ჩანდა და იმედებს ამყარებდა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ეკონომისტებს შორის ცნობილია როგორც რუსეთის დაოსი. რომ ბოლოს და ბოლოს აღადგინა თავისი სიამაყე და ღირსება. მისი პირადი პრესტიჟი საფრთხის ქვეშ იყო, როცა ის ემზადებოდა უცხოელი მაღალჩინოსნების, მილიარდერებისა და კორპორატიული დელეგაციების მისაღებად ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა საუდის არაბეთი. ეს იყო მისი შანსი, რომ რაღაც დონეზე მაინც დაებრუნებინა ყველაფერი სწორ გზაზე. ეს იყო შესაძლებლობა გაევრცელებინა თავისი ნარატივი არა მხოლოდ მოსკოვის ქუჩებში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. რომ ეჩვენებინა, რუსეთის საომარი ეკონომიკა ისეთი სუსტი და დაღლილი არ იყო, როგორც დასავლეთი ამტკიცებდა, რომ მათი სანქციები არ მუშაობდა და ომი ზუსტად გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. უკრაინისთვისაც ეს იყო შესაძლებლობა ხაზგასმით ეჩვენებინა თავისი უპირატესობა. შანსი ეჩვენებინა თავისი სამხედრო ძალა უფრო ფართო და მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ. თუ კიევს შეეძლო დაერტყა სანქტ-პეტერბურგისთვის, ზუსტად იმ მომენტში, როცა პუტინის დიდი ეკონომიკური ღონისძიება უნდა დაწყებულიყო, კიევი მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, რამდენად სუსტი იყო რუსეთის სინამდვილეში და ასუსტებდა პუტინის მომზადებული სიტყვის თითოეულ სიტყვას. უკრაინა ვერანაირად ვერ გაუშვებდა ხელიდან ესეთ შანსს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, უკრაინის თავდაცვის დაზვერვისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის გუნდები გაერთიანდნენ, რათა მოემზადებინათ თავდასხმა, რომელიც მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებდა.
პირდაპირ დარტყმა არა ერთზე, არა ორზე, არამედ რუსეთის 3 კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტზე, ყველაფერი ერთ თრეში. მესამე ივნის დილის მშვიდ და წყნარ სანქტ-პეტერბურგის ცას უკრაინული დრონების დაბალი ბზუილი არღვევდა. ესეთი მისიისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა წარმატებით დასრულებულიყო, კიევს არ შეეძლო ნაკლებად საუკეთესო რესურსების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ქრემლის თავდაცვის ძალებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ კონკრეტულად რომელი დრონები და ტაქტიკა გამოიყენეს, მსგავსი დარტყმების მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მათ შესაძლოა Firepoint-ის FP1 ტიპის დრონები გამოიყენებინათ. კიევში დაფუძნებული კომპანიის მიერ შექმნილი ეს დრონები გამოირჩევა საოცარი მოქმედების რადიუსით, რომელიც 1000 მილს აღწევს და ასევე აქვს შესაძლებლობა ატარონ საბრძოლო კობინები, რომელთა წონა 130-დან 260 ფუნტამდე მერყეობს. ისინი ასევე აღჭურვილია Starlink-ის ანტენებით, რაც მათ საშუალებას აძლევს მაქსიმალური სიზუსტით დაართრან სამიზნეებს. მაშინაც კი, როცა ეს სამიზნეები დრონის ოპერატორებიდან უზარმაზარ მანძილზე მდებარეობს. ესეთი დარტყმისთვის აუცილებელი იქნებოდა დრონები, როგორიცაა FP, რადგან უკრაინა ესროდა ქალაქს, რომელიც მისი საზღვრებიდან დაახლოებით 680 მილზე მდებარეობდა. მოკლედ საშუალო მანძილის დრონები უბრალოდ საკმარისი არ იქნებოდა. მხოლოდ საუკეთესო გრძელმანძილოვანი უპილოტო საფრენი აპარატები შეძლებდნენ ასეთი გეგმის განხორციელებას. მაგრამ მანძილი ერთადერთი დაბრკოლება არ იყო, რომელიც კიევის სამხედრო სტრატეგებს უნდა დაეძლიათ. ასევე არსებობდა საფრთხე, რომ მათი დრონები აღმოჩნდებოდა გზაში, როცა ასობით მილის მანძილზე რუსულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. საკმარისი იქნებოდა ერთი რადარი, რომ დაენახა ისინი, და ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომ გააქტიურებულიყო და ჩამოეგდო დრონების ჯგუფი, სანამ ისინი მიზანს მიუახლოვდებოდნენ. მაგრამ უკრაინა მისწავლა არაერთი ხერხი კრემლის თავდაცვის სისტემებთან გასამკლავებლად. მისი მრავალი დრონი ისეა დაპროექტებული, რომ რადარის ეკრანებზე მხოლოდ უმცირეს ნიშნულს ტოვებს. ისინი ხშირად ძალიან დაბლა, მიწასთან ახლოს დაფრინავენ, ხეების წვერებზე გადიან და ასე მიიწევენ წინ. და შემდეგ, იმისთვის რომ მარტივად დაუაროს გვერდი ეს 400-ის მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, უკრაინა სულ უფრო მეტად ეკრნობა სათხოვარ რეაქტიულ დრონებს, რომლებიც ხშირად საერთოდ არ ატარებენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს. ან მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით ატარებენ მათ, რომლებიც შექმნილია მტრის თავდაცვის სისტემების დასატვირთად, ან გადატვირთად. იმდენი სამიზნე უჩნდებათ, რომ ვეღარ ხვდებიან საიდან დაიწყონ. ამ ტაქტიკების კომბინაცია იმ ფაქტთან ერთად, რომ უკრაინამ უკვე გაანადგურა მრავალი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რადარის სადგური სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე. ფაქტობრივად შექმნა კორიდორი, რომლის საშუალებითაც მის უპილოტო საფრენი აპარატებს უსაფრთხოდ შეეძლოთ გადაადგილება. კიევის დრონებმა გრძელი გზა გაიარეს ქალაქამდე, რომელიც ადრე ლენინგრადად იყო ცნობილი. იქ ადგილობრივი მცხოვრებლები შეშინებულები გამოიღვიძნენ და საწოლებიდან ფანჯრებთან გაიქცნენ. ტელეფონები აიღეს და სცენის გადაღება დაიწყეს. როდესაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ქალაქის სააერო სივრცეში შევიდნენ და მიზნისკენ სწრაფად დაიძრნენ, ავტომატურმა სააერო თავდაცვის სისტემებმა მუშაობა დაიწყეს, ხოლო რუსმა ეკიპაჟებმა სასოწარკვეთილი მცდელობა გააკეთეს გარდაუალის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაქსიმალური სიჩქარით მოძრავი და მიზანზე დამიზნებული დარტყმის დრონები ქირურგიული სიზუსტით შეეჯახნენ შენობებსა და ნაგებობებს JSC პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე, რომელიც ბალტიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობის ობიექტი. მეტი ვიდრე 90 აკრის ფართობზე გადაჭიმული და 21 საცავის მქონე, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ნავთობპროდუქტებისთვის, ეს ტერმინალი წლიურად 12.5 მილიონი ტონის გამტარიანობით გამოირჩევა. ის მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის დიდი პორტის გულში და აწვდის და აგზავნის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს რკინიგზით, მდინარით, გზითა და ზღვით. ეს კრემლის უზარმაზარი ნავთობის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძია და ის მალე ცეცხლში გაეხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი რუსი გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ შეძლო მტრის 50 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება. ვიდეოები და ფოტოები ამ ტერიტორიიდან სრულიად სხვა ამბავს ყვებოდა. ერთი დრონი მეორის მიყოლებით მიზანს ზუსტად ხვდებოდა. თითოეული დარტყმა კი უზარმაზარ მეხისებურ აფეთქებებს იწვევდა, რომლებიც პორტის საძირკველსაც კი არყევდა და რამდენიმე კილომეტრის დაშორებით აშორებდა. უზარმაზარი ხანძრები გაჩნდა, ცაში ამოსული სქელი, დამახჩობელი შავი კვამლის სვეტები ადიოდა და დილის მზეს ფარავდა. შეშინებული მოსახლეობა ინტერნეტში გადავიდა, რომ ინფორმაცია გაევრცელებინა, ხოლო ოფიციალური პირები სასწრაფოდ აუქმებდნენ რეისებს ახლომდებარე პოლკოვოს აეროპორტში. და თუ ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ყველაზე ცუდი უკვე ნახა, ძალიან ცდებოდა. ეს თავდასხმა მხოლოდ ეხლა იწყებოდა. ზუსტად იმავე დროს, როცა დრონები ესხმოდნენ სანქტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალს, სხვა ჯგუფი უკვე გამოეყო დანარჩენებს. და პირდაპირ გაემართა მეორე სამიზნისკენ, რომელიც პირველიდან სულ რაღაც 10 მილის დაშორებით იყო. კრონშტატის საზღვაო ბაზა, რომელიც მდებარეობს გოტლინის კუნძულზე ფინეთის ყურეში, კრონშტატი უდავოდ კიდევ უფრო ძვირფასი ინფრასტრუქტურული ობიექტია კრემლისთვის. წლების განმავლობაში კრონშტატი კრემლის მესამე ცალკეული წყალქვეშა ნავების დივიზიისა და 105 გემების ბრიგადის ბაზა იყო.
ამასთან ერთად კრონშტატი ერთ-ერთი მთავარი სარემონტო, ტექნიკური მომსახურებისა და ლოგისტიკური ცენტრი გახლავთ რუსეთის ბალტიის ფლოტისთვის. სწორედ აქ მოდიან რუსული სამხედრო გემები, ფრეგატები, საპატრულო ნავები და წყალქვეშა ნავები, როდესაც მათ რაიმე სახის სამუშაო სჭირდებათ. და მხოლოდ კრონშტატის მსგავსი ობიექტების წყალობით შეძლო რუსეთმა ასე დიდხანს ჩრდილოეთ ევროპაზე ძალაუფლების დემონსტრირება. ამ დროის განმავლობაში ეს საზღვაო ბაზა დიდი ხანია განიხილება როგორც მიუღწეველი ციხესიმაგრე, რომელიც საიმედოდ არის დაცული საზღვაო артиლერიის, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბატარეებისა და სხვა თავდაცვითი ფენების ფართო ქსელით. და ნებისმიერ მომენტში, როგორც წესი, 20-ზე მეტი საბრძოლო გემი დგას ამ ტერიტორიაზე ან მის გარშემო, ასევე ათეულობით დამხმარე გემი. ყველა ეს ობიექტი უკრაინისთვის სამიზნე იყო და მათ დასაქმელად უკრაინა მათ ხელთ არსებულ ყველაზე თანამედროვე საშუალებებს იყენებდა. სხვაზე ოპტიმიზირებულ დარტყმით დრონებს, რომლებიც აღჭურვილია რეალურ დროში ვიდეო მართვის სისტემებით. უკრაინის მსოფლიოში წამყვანი უპილოტო აპარატების პილოტები სწრაფად გადალახეს გარე დაცვა, შეაღწიეს კუნძულის შიდა ნაწილში და შემდეგ მიზანში ამოიღეს ამ ტერიტორიაზე არსებული მრავალი ღირებული ობიექტი. ზუსტად ისე როგორც ნავთობის ტერმინალთან, ადგილობრივებმა სწრაფად შეატყობინეს აფეთქებების, ხანძრებისა და კვამრის ღრუბლების შესახებ, როდესაც დრონებმა მიზანს მიაღწიეს. მათი ერთ-ერთი სამიზნე იყო ბოიკი, პროექტი 2380, მრავალფუნქციური სამხედრო გემი, რომელიც ბალტიის ფლოტს ეკუთვნის. აღჭურვილი და სრულად უნარი აქვს გაუშვას რუსეთის ყველაზე გამანადგურებელი რაკეტები. ამ ხომალდმა გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურში შესვლა დაიწყო 2013 წელს და შექმნილია სხვადასხვა მისიის შესასრულებლად, მათ შორის სანაპირო დაცვის ოპერაციებისთვის, ანტიგემის და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ დათმობისთვის, ასევე საჰაერო თავდაცვისთვის. მისი წყალწყვიტვა შეადგენს 2220 ტონას. სიგრძე 342 ფუტი. ეკიპაჟი დაახლოებით 100 ადამიანია და მაქსიმალური სიჩქარე 27 კვანძია. შეიარაღებულია 100 მმ-იანი ქვემეხით, 190 საზღვაო ქვემეხით, ურალის ანტიგემის რაკეტებით, რიდუტის საჰაერო თავდაცვის სისტემით, ფაკეტ ენქეს ანტიქვაზვაო სისტემით და ასევე ქაოცი 7 ვერტფრენით. საკუთარ პერსონალურ ანგარში ეს უბრალოდ საპატრულო ხომალდი არ არის. ეს სერიოზული საბრძოლო გემია. მაგრამ ის სრულიად უუნარო აღმოჩნდა უკრაინული დრონების მასის წინააღმდეგ მოქმედებაში. წამებში სანამ ადგილზე მყოფი პერსონალი საერთოდ მიხვდებოდა რა ხდებოდა. უკრაინის დრონებმა ბოიკი რამდენიმე მიმართულებიდან დაარტყეს. სატელიტური გამოსახულებები და ახლო მდებარე ნავსადგურიდან გადაღებული ვიდეოები აჩვენებდა, როგორ გაჩნდა ხანძარი და როგორ მიიღო გემის ზემო ნაგებობამ სერიოზული დაზიანებები. დამატებითი ხანძრები და აფეთქებები სხვა ადგილებშიც დაფიქსირდა ამ ტერიტორიაზე და შესაძლებელია, რომ დამატებითი ხომალდებიც დაზიანდა ან ზეობს განადგურდა. როგორც არ უნდა იყოს, ბალტიის ფლოტმა სერიოზული დარტყმა მიიღო და დარტყმები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სანამ ბალტიის ზღვის სანაპირო იწოდა, უკრაინული ღრმა დარტყმის ჯგუფის კიდევ ერთი ნაწილი რუსეთის შიდა ტერიტორიას უკრანდა. დაახლოებით 370 მილის დაშორებით ფრონტის ხაზიდან ტამბოვის რეგიონში მდებარეობს ქალაქი მიჩურინსკი. ეს ქალაქი შეიძლება ჟუკაზე განსაკუთრებულად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ აქ მდებარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტი, პროგრესის თავდაცვის ქარხანა, დიდი და კარგად დაცული სამრეწველო კომპლექსი, რომელიც კრემლის საომარი მანქანისთვის აუცილებელი კომპონენტების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. უკრაინის სამხედრო დაზვერვის GUR-ის ომისა და სანქციების ბაზის მონაცემებით, ეს ის ადგილია, სადაც რუსეთი აწარმოებს სანავიგაციო საშუალებებსა და გეოდეზიურ ინსტრუმენტებს, რომლებიც მის რაკეტებს მიზნების ზუსტად დამიზნების საშუალებას აძლევს. ნიშნულოვანია, რომ ის ამარაგებს MP-95 სენსორებს, რომლებიც აუცილებელია KH-1 ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტებისთვის, ასევე GMS-01-ის D ტიპის გირომოტორებს, რომლებიც გამოიყენება KH-59M2 და KH-59M2A მართოდ რაკეტებში. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც დამოკიდებულია პროგრესის ქარხანაზე. ის აწარმოებს ელექტროძრავებს და გიროსკოპებს, რომლებიც გამოიყენება პანცირ S1 თავდაცვის სისტემაში. ასე რომ ეს ადგილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რუსეთის არმიისთვის. მხოლოდ ესეთი ქარხნების წყალობით შეუძლია ქვეყანას მასიურად აწარმოოს რაკეტები და გამოიყენოს ისინი ქალაქების, დასახლებების, სამხედრო ობიექტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვისთვის. კიევის მასშტაბით ფრონტის ხაზებიდან თვით კიევამდე და მის ფარგლებს გარეთაც, სწორედ ეს ძრავებია რუსეთის ძალაუფლების პროექციის მამოძრავებელი. მაგრამ ამ მნიშვნელოვანი ნაწილებიდან ერთ-ერთი ფაქტობრივად განადგურდა 3 ივნისის დილით, ზუსტად ისე, როგორც მათ სურდათ. სანქტ-პეტერბურგის რეგიონში დრონები შევარდა ტამბოვში, მარტივად აიცილეს რუსეთის საჰაერო თავდაცვა და შეეჯახნენ პროგრესის ქარხანას. ადგილობრივებმა გაავრცელეს ამბები აფეთქებების შესახებ, რომლებიც იმდენად ძლიერი იყო, რომ საწარმოო სახელოსნოების სახურავებს ხდიდა და სწრაფად მოძრავი ხანძრების შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ საწარმოს დიდი ნაწილი გაენადგურებინათ. ღია წყაროების გამოსახულებებმა და თვითმხილველთა ვიდეოებმა აჩვენა, რომ დამწვარი კომპლექსიდან კიდევ უფრო სქელი კვამლის სვეტები ამოდიოდა. და მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოფიციალური პირები ჩვეულ სტრატეგიას მისდევდნენ, ცდილობდნენ შემთხვევის მნიშვნელობის შემცირებას და ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მინიმალური ზიანი იყო მიყენებული, ფოტოები სხვა ამბავს ყვებოდა.
მასშტაბური განადგურების ამბავს, რომელიც ნავთობის ტერმინალსა და საზღვაო ბაზაზე მიყენებულ ზიანს იმეორებდა, ისევე როგორც ათეულობით სხვა ობიექტზე, რომელსაც უკრაინის დრონები წინაკვირებსა და თვეებში დაესხნენ თავს. 3 იუნის სამუსულმანზე რუსეთის რეგიონში განადგურების სურათები გამოაჩინა. ვლადიმერ პუტინმა იცოდა, რომ ეს დიდი დღე იქნებოდა. უბრალოდ ვერ გამოიცნო. რატო? ეგონა, რომ მისი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი სიამაყისა და ზეიმის წყარო გახდებოდა. ამის ნაცვლად ღონისძიება მაინც ჩატარდა, მაგრამ მის პატივცემულ სტუმრებს შორის აშკარად იგრძნობოდა შიში და ეჭვი. კრემლის ოფიციალურმა პირებმა ვერ დამალეს, რაც მოხდა. ქალაქის ცას ჯერ კიდევ კვამლი ფარავდა. აფეთქებებისა და ხანძრების ხმა და ნათება შორიდანაც ისმოდა და ჩანდა. რუსეთის ძლიერებისა და სტაბილურობის იმიჯი ერთ ღამეში დაინგრა ყველას თვალწინ და აღარაფერი იქნება ძველებურად. პუტინი მხოლოდ უყურებდა და ფიქრობდა, როგორ შეძლებდა ამ სიტუაციის თავის სასარგებლო წარმოჩენას. მისი კიევის კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დროს მიმართავდა თავის ერს და მთელ მსოფლიოს სოციალურ ქსელებში, ადასტურებდა ქვეყნის შორი მოქმედების ოპერაციების მასშტაბურ წარმატებას და ავრცელებდა დამატებით ინფორმაციას მათი შედეგების შესახებ. მან აღნიშნა მტევზე განხორციელებული შორი მოქმედების დარტყმები და მადლობა გადაუხადა თავისი ქვეყნის მამაც მებრძოლებს სიზუსტისა და ეფექტურობისთვის, რომლებიც მშვიდობის დაახლოებისკენ იბრძვიან. სოფლიოს მასშტაბით ახალი ამბების სათაურებში მთავარი თემა აღარ იყო პუტინის ეკონომიკური ღონისძიება, არამედ კიდევ ერთი წარმატებული უკრაინული დარტყმა მტრის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საუკეთესო ამ ტიპის თავდასხმებიდან. სინამდვილეში ეს იყო იერიში, რომლის დროსაც 3 სხვადასხვა ობიექტი, ყველა უკრაინის საზღვრებს მიღმა ასობით მილზე, დაიბომბა და სერიოზული ზიანი მიადგა. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ ალიანსი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ უკრაინა სამხედრო ობიექტებს დაარტყამს სანქტ-პეტერბურგში, ან საერთოდ რუსეთის ნებისმიერ სხვა ადგილას. და უკრაინის ძალებმა პირობა დადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ, სანამ ომი არ მოიგებენ. ივნისის მესამე რიცხვის ფართო სტრატეგიული მნიშვნელობაც ყველასთვის ნათელი გახდა, როდესაც ერთდროულად დაარტყეს სანქტ-პეტერბურგსა და ტამბოვს. უკრაინამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მას აქვს ყველა საჭირო ტექნოლოგია, სადაზვერვო ქსელები და ტაქტიკური სიმტკიცე, რათა ზუსტად გამოიყენოს ძალა ნებისმიერ ადგილას, სადაც სურს. არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებში, არამედ რუსეთის სიღრმეშიც. მან აჩვენა, რომ კრემლს მანძილი ვეღარ იცავ და რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც თითქოს უსაფრთხო იყო, სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა. უკრაინამ ასევე გზავნილი გაუგზავნა პუტინს. მისთვის აღარ არსებობდა ადგილი, სადაც შეეძლო დამალვა, უკან დახევა ან მშვიდად ყოფნის იმედი. და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინამ გაბედული თავდასხმა განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე, მის სიღრმეში. თუ გსურთ ნახოთ, როგორ გაანადგურა უკრაინამ მრავალმილიონიანი ბირთვული თვითმფრინავები, $1000 ღირებულების უპილოტო დრონებით და აწკაპუნეთ ეკრანზე არსებულ ვიდეოზე ახლავე და შემდეგ ბრძოლაზე ისევ შეგხვდებით.